მე ონიკა ფლეიზი და დღეს მინდა განახოთ ერთი AI-ის AI-ში. მოკლედ რა, სამონტაჟო საიტი, წინას განახოთ Photoshop-ის საიტი, ასე ვთქვათ Photoshop-ი და ახლა ეს არის უკვე სამონტაჟოდ. ეს არის Microsoft-ის შექმნილი Clipchamp. მე მგონი სწორად თქვი სახელი აზზე არა ვარ, ეს შეგიძლიათ ისევ გადამოწეროთ. და დავრეგისტრირდით ჩვეულებრივად ჩვენი აკაუნთით. Create a new video. ესეთ კარგ განყოფილებაში სადაც ყველაფერი არის ძალიან კარგად დალაგებული. მოდი შემოვიტანოთ რამე ვიდეო, მაგალითად წეღან გადაღებული ვიდეო შემოვიტანოთ. მოკლედ მეგობრებო, შემოვიტანეთ ერთი ვიდეო, დავაჭიროთ ესე პლუს. წეღან ჩავწერე უცებ ეს ვიდეო, ახლა გავიგოთ ყურსასმენები და დავამონტაჟოთ. კი, მთელი ეს დრო ყურსასმენები იმედო აქ მიკროფონის მაგივრად. ჩავთვალთ ახლა ვიდეო. ეს მე არ დამიხატია. კარგი. ვიდეო დავამთავროთ. ტრანზიშენები მაგალითად. მოდი აი აქ ეს გავჭრათ ვიდეო და ჩავამატოთ ეს ტრანზიშენი. აი გავიხსენ. იოლი მონტაჟისთვის არის რა, მოკლედ ძირითადად. უკან დავაბრუნოთ. და წამოგადავიტანოთ, აი ეს ჩავსვათ. ტექსტის შემოტანა შეგვიძლია. მაგალითად აი ეს შემოვიტანოთ. მზე დავწეროთ. და აბა მზე დაგვიწერა ჩვეულებრივად. templates ეს არ გვჭირდება ეხლა მე ასევე შეგვიძლია გადავიღოთ კამერა და ეკრანი, მარტო კამერა, მარტო ეკრანი, აუდიო ჩავწეროთ და დავატექსტოთ ტექსტი ვალაპარაკოთ მოკლედ რა. AI-ის საშუალებით. ჩავწეროთ რაღაცა. ნიკა ფლეიზი მაგარია. დავასეივოთ. ვოისი არა, ხალხო ნიკა ფლეიზი მაგარია. ჩაერთეთ გათამაშებაში. და ნახოთ ახლა ამას როგორ გააკეთებს. ბობს ოღონდ მოიცა. ეხლა ამ ვიდეოს დავამიუთებ. ამითია არ ვაედიტებ ძალიან დიდი ხანია და აღარც მახსოვს შესაბამისად. შეგვიძლია ეფექტები დავადოთ ვიდეოს. გადმოვიდეთ. დავიჭიროთ ესე და ჩავაბუროთ, ჩავაბნელოთ. აუდიოს მოვუმატოთ. ფილტრები. რა ფილტრები გვაქვს აქ? ცოტა დიდი ხანი უნდა ჩატვირთვას, იმიტომ რომ მაინც ონლაინია. აქ ფერები შეგვიძლია ესე იგი დავადოთ. მშვენიერია, ეფექტები. ეფექტებში აჰა. ესეც ჩავუსვათ. შეხედეთ რა შეგვიძლია დავატრიალოთ, ხო? ტრანზიშენიც გააკეთა. რა მაგარი ვიდეო გამოვიდა. ასევე ეხლა შეგვიძლია აქ ფერები შევუცვალოთ ესე. თუ ეხლა რა გავაკეთე არ ვიცი, მაგრამ რაღაცა გავაკეთე. სპიდი შევუცვალოთ. რამდენად სწრაფი იყოს და შემდეგ გადმოწერას რო დავაჭერთ, შეგვიძლია 4K-ში გადმოწეროთ, შეგვიძლია GIF-ად გადმოწეროთ, შეგვიძლია HD-ში, 720p-ში და მინიმალური არის 480-ში. და მე ძირითადად ვიდეოებს ვიღებ ხოლმე 1400 რაღაცაში, ხო და მაგ ხარისხში მე თვითონ ვერ უყურებ ვიდეოებს და თქვენთვის ვიღებას რომ დალაიქეთ. და ეხლა მოდი ვუყუროთ ამ ვიდეოს. თავიდან რა მოხდა ვერ გავიგე. აქ მე სავიდან კითხვა გამიშდა მეთქი რა მოხდა თქო და მე უცებ მოვტვინე რომ სპიდი რომ მოუმატე გაქრა რა ეგენი, იმიტომ რომ ანუ სხვა ადგილას დაესვა რა სპიდი რომ მოუმატე. ესე რომ გადმოწერ, აიჩევ ხარისხს და შემდეგ შეგვიძლია სახელი შენი დააწერო და მშვენიერია ჩემი აზრით, მე გავშდელობით, გამოწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო და ჩაერთეთ გათამაშებაში.